მოგესალმებით ყველას, დაბრუნდი ისევ ახალი თამაშით და ამჯერად ვთამაშობ ძალიან საინტერესო თამაშს, რომელიც არის Mafia Definitive Edition-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ფაქტიურად პირველი სერია Mafia-ის. ზოგადად გამოსული არის დაახლოებით 3 Mafia, თუ არ ვწდები, შეიძლება მეტიც იყოს, უბრალოდ აი რემასტერი არის, მე იქით კიდე რაღაც რიმეიკი არის და მსგავსი რაღაცები და ეგენი არ ითვლება, მაგრამ ზოგადად გამოსული არის, როგორც გითხარით, 3 Mafia. 2025-ში ან 26-ში კიდე გამოდის ახალი Mafia, მეოთხე ნაწილი იქნება ეგ ალბათ, ან შეიძლება სხვა სახელი დაარქვან, მაგრამ ეგ არ ვიცი, მაგრამ დღეს ვითამაშებთ ჩვენ პირველ სერიას. მე შეიძლება მეორე და მე მესამე და საბოლოოდ მე შეიძლება გამოვიდეს უკვე ისიც და ვნახოთ თუ ჩემი კომპიუტერი მაგას გაგაჩავს და შევძლებ თამაში საერთოდ. მოკლედ, ბევრი საუბრის გარეშე, რაც ხდება ახლა ამ თამაშში, გეტყვით, იმიტომ რომ დაახლოებით 1-2 თავი თამაშები მაქვს, მაგრამ მე მომეწია რომ წამოშალა, იმიტომ რომ ტეოდობა არ მქონდა რომ ვარჯიშის ვიდეო დამეედიტებინა და მე კიდე შემენახა ეგ მაღალ ხარისხზე. აქედან გამომდინარე, წავშალე და ეხლა გადმოწერე თავიდან რომ ვიდეოც გადავიღოთ, ან ისეთი საინტერესო არის. მე რაც ვითამაშე ეგ თამაშები და ეგ ნაწილები ყოველ შემთხვევაში მინდოდა რომ მაინც ვიდეოში მქონოდა. მაგრამ ერთი გაფრთხილება რაც იქნება, არის ის რომ აქ არის ძალიან ბევრი საუბრები და ვიცი რომ ძალიან ბევრს ეგ არ მოგწონთ, ანუ ვიცი რომ თქვენ მოგწონთ უფრო ექშენი, ალბათ შეიძლება Fortnite-ი, ან Call of Duty და მსგავსი რაღაცები, მაგრამ ამ თამაშში უფრო არის კატსინები და საუბრები, რაც შეეხება სერიოზულ თემებს და ასევე კიდე Mafia-საც. რა თქმა უნდა, ზოგიერთ რაღაცას ვეცდები რომ გადავთარგმნო, მაგრამ თუ თქვენ გესმით ინგლისური, დამიჯერეთ რომ ამ თამაშს გამოცდით აი ძალიან კარგად და ხო ეგ ყოლაც უნდა მეთქვა. მოდი medium-ზე ვითამაშოთ, ან შეიძლება easy-ზე კიდე საერთოდ, მაგრამ მოდი medium-ზე ჯობია, იმიტომ რომ რაღაცები მე იცვლება და იყოს ეგრე. Aim assist-ი high-ზე შეიძლება, მაგრამ კაი იყოს low-ზე. სხვა ისეთი აქ არაფერი არ არის, განსაკუთრებული და დავიწყოთ თამაში. ვეცდები რომ გავაკეთო კიდე დაახლოებით 2 ეპიზოდი ყოველ დღე. და მე ნენელა მაგ ეპიზოდებს დავდებ ხოლმე და საბოლოოდ იქნება ეს თამაშიც კიდე მალე მორჩეს. გაკეთებული არის 2K-ის მიერ, რომელიც ვეცდები კიდე უშვებს FIFA-ს კი რაღაცო. კალათბურთის თამაშებს რა სიტყვით. და რაც შემიძლია კიდე ვეცდები რომ ყველაფერი გადავთარგმნო და იმედია რომ დადართულიც არ იქნება. იმიტომ რომ მაინც ეხა ეს ძველი ინგლისურით არის გაკეთებული. თუ ვეცდები კიდე მოქმედება ხდება მაგრამ პრინციპში იტალია არ გავს ეს იტალიას. მაგრამ Mafia ხო იცია იტალიაში და რაღაცები არის ეგრე და გონია რომ მაინც ეს უფრო ამერიკა. სადაც ჩასულები არიან იტალიელები და იტალიელები Mafia-ს ესე რომ აღვიძებენ და ასევე მოქმედებენ Mafia-ით დახმარებით. შედაშორის კიდე ძალიან მომწონს ეს მანქანები და ამ მანქანების სტილები და კიდე თამაშის პროცესში როცა ვიქნები, იქ კიდე უფრო სხვა მანქანებიც იქნება, თან ძალიან მაგრები და ყოველთვის მინდოდა რომ აი ერთი მსგავსი მანქანა მაინც ჩაომეყვანა აქ. ეს შესავალი არის, ხა აქ ისეთი საინტერესო არაფერი არ ხდება, მოდი ამას გადავახო. აი უკვე აქედან იწყება თამაში. ვითარება ხდება დაახლოებით 1930-იან წლებში. 20-30. ტონი Thomas Angelo, დეტექტივი ნომერი მანო, ნორმენი უფრო სწორედ. მარტო ხარ? პოლიციელი ხა აქ არ შემოვა, თუ რა თქმა უნდა, დახმარება არ ჭირდება ფიზიკურად ვიღაცას რა, ანუ emergency ესე რო ვთქვათ. და ერთ ყავას დავლეო. No thanks. Suit yourself. შენს თალი არ გინდაო და არაო. So, yeah. Said on the phone you might have a proposition for me. ტელეფონზე მითხარი რომ რაღაც შემოთავაზება გაქვსო და. If you're looking to set up a gravy train, you called the wrong cop. I'm not looking for any associates. Good. მოკლედ ასოცირება არ მინდა მე არაფერთან. იმ შემთხვევაში თუ პოლიციასთან გინდა რაღაცა ცუდის გაკეთებაო. მე ღარიბი ვარო და ფაქტიურად ყავასაც კი ვერ გადაგიხდიო. რამდენი ხანია ეს ხარ და დაახლოებით 3 წელი. Right out of the gate. That's what the paper says, ain't it? And what's it to you? Tough break. Case must be getting pretty cold by now. მოკლედ რაღაცას ეხა საქმეზე ლაპარაკობენ. ალბათ დანაშაულზე, რომელიც დიდი ხანი უკვე გრძელდება და ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ეს ამბავი ფაქტიურად უკვე დაიწყებეს ესემა პოლიციის მხრივ.
I got people I need to protect. მე მგონი სანაცვლოდ რა გინდაო და ეს ეუბნება რომ მინდა რომ ხალხი ვინც დაუიცავ ამის დახმარებით. Wife and daughter. No one else to watch your back, I'm guessing. Wouldn't be here otherwise. Pity that. Pa always said a man needs friends if he's going to survive in this world. ყოველთვის ამბობდი რომ კაცი და მეგობრები რომ ამ სამყაროში გადარჩესო. In my world. და ჩემ სამყაროში Way around. უფრო ეს პირისპიროდ არის რა. No surprise there. ნუ გაოცებული წარ ვარო. Look, I can't promise anything for your family. ვერაფერს ვერ დაგვირდები შენს ოჯახზე. მანამ სანამ არ მეტყვირას მიცვლიო. Are you talking? Or are you just killing time before they come? და რა შვები ხა სანამ ან მელაპარაკები თუ უბრალოდ დროს კლავ. Oh, I know it, Tommy. შენ გონია მეძებენო? Look at you. რა თქმა უნდა, ტომი, შეგხედე შენ თავს. დიდი ხანი არც გიძინიაო. დიდი ვაროდით კისერით კი ვაუკვე ისე იყურებდი აქეთ-იქით. ვიღაც ძალიან ძლიერი არის, ვინც შენ მოგზდევსო. და სანამ არ გადაგაგდებენ რაღაცა ჩიხში, მანამდე არ მოგუშვებიანო. და აქედან თუ გახვალ, მეც ვიცი რომ 5 ნაბიჯის მერე ვერ გადარჩებია. Maybe you got a shot at living long enough to walk that. თუ მეტყვი მაგ ისტორია შეიძლება დიდი ხანიც იცოცხლოო და გოგომდაც მიხვიდეო. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, ყავას მაინც მეკიდულობ, იმიტომ რომ ამას ფული არ აქვს. No one ever sees the haired pen until it's too late. But you didn't get handed a heater in the nursery, did you? No. I was a cab driver back in 30. მოგელ ტაქსისტი ვიყავიო დაახლოებით 30-იანებშიო და აი ეხა იწყება თამაში და ნუ აგიხსნით ეხა კიდე რაც ხდება აქ მანამდე კიდე ყავაც მიცივდება და I mostly drove nights because the money was better. უფრო საღამო გიტარებდი, იმიტომ რომ ფული კარგი იყო. When I first met ეგეთი დღე იყო, როდესაც პოლის და სემ შეხვდიო. პოლი და სემი არიან მაფიის წევრები. საკმაოდ ძლიერი მაფიის, აი ამ კონკრეტულ ქალაქში. აი ეს არის პოლი და სემი. მოდი ტაქსი აქ და კარგად ვიქნებითო. Side. სადაც გინდა ოღონ ჩქარა. Guys, out. I got a gun pointed at you. They catch up, we're dead. But you don't get to walk away. I don't want any trouble. მოკლედ იარაღი აქვს ახლა ჩვენს თავზე და თუ არ დამიჯერებ, გაქებიო. მოძრაობას მაგარია ეს თამაშის. How many cars we got following? One for now. რამდენი მოგზევსო და ჯერ ერთი. მოკლედ როგორ რაღაცა იცი, ანუ ის ყვება ისტორიებს იმ კაცთან თუ არ ვწდები, კარგად ეხა არც მე არ ვიცი. და ისტორიებს ესაც ყვება, მე მაგ ისტორიებს უკვე გონებაში ფიქრობს და იმ გონებაშიაც ფიქრობს, მაგას თამაშობთ ჩვენ. დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის. და ეხა ფაქტიურად იმ დეტექტივს უყვება ამ ისტორიას, თუ რა როგორ იყო და ასე შემდეგ. You don't get to listen either. All I'm doing is taking you guys where you want to go. So do that. და როგორც გითხარით უკვე ეს ორი არიან მაფიის რა შვები. თავის მოკლა გინდა თუ რა ხდებაო. და ძალიან აი სიგნალებიც ძალიან მაგარი არის სხვათა შორის. ამ მანქანების ასე შემდეგ. ნუ ხიდზე რო გადავალთ მე სადმე წაიყვანოთ და უკვე დავიღალებ მე კითხვებითო. სიგნალებიც მაგარი არის, AI-იც კიდე ძალიან მაგარია, ანუ NPC-ები აქ რომლებიც არიან, ფაქტიურად აი GTA-ში ხო იცი, როცა დადიხარ და ეგენი ძალით გეტაკებიან, აქ პირიქით ცდილობენ რომ გვერდი აგიარონ. ნუ პოლიციას თუ არ ჩავხდით ახლა რა თქმა უნდა. ეხლა უნდა გავაკეთოთ პოლიციას. საინტერესო თამაში არის, მაგრამ არ ვიცი, აი ბევრს მე მგონი არ თქვა დაუღია ეს თამაში. ეხლა დამჭა ორი. Sometimes business partners fall out.
და საბოლოოდ მე ისე მოხდება რომ მე სემი და პოლი დაუძმაკაცდებით ესე რომ ვთქვა და გავხდებით თვითონ ბიზნეს პარტნიორები. ვიცი რომ ეხლა ცოტა გასპოილერებთ, მაგრამ წინასწარ რომ ვიცი მოვლენები რაც მოხდება აი აქედან 5 წუთის შემდეგ, ეგ არც ისე დასპოილერება არ არის და პირიქით უფრო საინტერესოს ხდის ჩემი აზრით. თვითონ მთლიან თამაშს. და ზოგადად ესეთი ძველი სტილის თამაშები ძალიან მაგარი არის, იმიტომ რომ აი თითქოს გაჩვენებს იმას თუ რა ხდებოდა ძველ დროს, როგორი სიტუაცია იყო და ასე შემდეგ. ერთი დაგვშე ხა და მორჩება. 3 crates down. How many motors were at the exchange? 4, 5 maybe. They know what him he's called for more. Sure feels like. თან დიდი ხანი მინდოდა ზოგადად თამაში, რომელიც აი მართლა დამაინტერესებდა რა. და მართლა ჩამოიცრდა საუბრ და ამ თამაშმა ჩამithრია. უბრალოდ ერთი საქმე ისაა, რომ მე ცოტა ტვინი მაქვს მოხარშული და ეს თვითონ Battle Pass-იანი თამაშები და ექშენები უფრო მიზიდავსავით და უფრო მიქონდა რა მაგათ ჩემი გონება ვიდრე ამას. თორე ძალიან მაგარი თამაში არის. მოკლედ როგორც ჩანს ესე იგი ხმა გააგდესო, თორე ამდენი არ უნდა მოდიოდნენ ესენიო. და ეხლა წავიდეთ მოკლედ ჩვენ სამეზობლოში და ანუ ხიძე უნდა გადავდეთ ეხლა უკან და იქ უნდა წავიდეთ სადაც ეს ორი მაფიის წევრი არის მთავარი ესე რომ ვთქვათ რა. ანუ სადაც გავლენა აქვს ამ ორს. ნუ ამ მარტო ამ ორს არა ეხლა სხვაებიც არიან რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი ესენია. აი ხა იქნება ფორსაჟის თემა აქ. ხიდი აწეული არისო, მაგრამ არაუშოს მაინც გადავადოთ ჩვენ მან. Just sit tight and pray. Never done that before. Me neither. Okay, so Little Italy. Now, your night's not over. ნუ გადავჭიდო, მაგრამ შენი ღამე ჯერჯერობით ისევ არ დასრულებულო. I think you zip it tight. We talk it through back at the bar. ხა ბარში მივდივართ. ანუ ამათ სახლში ესე რომ ვთქვათ რა, სადაც ბაზა აქვს ამათ. სხვადასხვის მე უფრო მინდოდა რომ აი Red Dead Redemption-ის სტილში ყოფილიყო ეს თამაში გაკეთებული, რომ აი მოქმედება თუნდაც ხდება მთელი თამაშის მანძილზე აი ამ ქალაქში და ვითომ წლები და რაღაცები არ იცვლება რა. იმიტომ რომ ზოგჯერ 1930 წელი არის, ზოგჯერ 1927 და ასე შემდეგ. ნუ პრინციპში თავისებური სტილი რო აქვს, ეგ მომწონს და ეგ კაი არის, მაგრამ Red Dead Redemption-ში რაღაცნაირად აი ვითარდება ისტორია რა. აქ დამელოდებოდა რატოო და დონისგან გინდა რაღაცა თუ არაო? დონი რა თქმა უნდა ეხა ვინც მიხვდა უფროსი არის ამათი. აი ეს არის ამათი ბაზასავით. ტონი გაეხვა აი ძალიან დიდ შარში. ნუ ვისთვის როგორ ეხა შარში შეიძლება არც გახვეულიყო, მაგრამ ის ფაქტი რომ დაიცვა ეს ორი მაფიის წევრი, თუ ეხა სხვა ქალაქიდან დაინახავენ ამ ტონის რომ მაფიის წევრებს იცავს ამ ქალაქში, მაშინ სხვა ქალაქის წევრები ამას გაუბრაზდებიან. და მით უმეტეს თუ პოლიცია დაინახავს, მე ხო საერთოდ. და აი ჩვენი პოლი ქვია ამას ორსები. ამას ახალები მე ერთმანეთში. ეხა ამას გონია რომ იერახს იღებს და მოკლას უპირებს და დაქოქვა უნდა, მაგრამ ეგ არის ფული. Compensation for your services. Any damage to your car. ფული არის იმისთვის, რაც გავიკეთეო რა. თუ რაღაცა მანქანას ზიანი აქვს, ამითი დაფარავ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ რომ საკმაოდ მეტი არის. Don Salieri wants you to know that he's very grateful. დონს უნდა რომ იცოდე რომ If you ever need anything. ბედნიერია რა, რომ დაგუხმარეო და თუ გინდა რაღაცა Don't hesitate to ask. სამუშაო რაღაცა გითხეო რა. დონი მეგობრებს არ ევიწყებს. Okay, thanks. გაიხარე ძმაო. One more thing. ერთი რაღაცა. This matter stays between us. ეს რჩება ჩვენს შორის. Anyone asks where you got that თუ რაღაცა გეტყვის საიდან აღები ფული, პოკერში მოვიგეო. თუ რაღაცა გეტყვის სტად მოხდა ეს მანქანის დაზიანება, You swerved. შემთხვევით მოსრიალდია. Hitting a little old lady. იმისათვის რომ ვიღაცა ქალს არ დატაკებულიყავიო. ხო გაიგიო და კიო. See you around, kid. ნუ სხვა დროსაც გნახავ ბავშვო. შედაშორის ტონი ძალიან მაგარი პერსონაჟი არის. ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი ხდება სავით ჩემთვის. ნუ თქვენს მოგეწონებათ, ოღონდ მოიცეჯერ.
და როცა გავხსენი ეგ მესიჯი, შეიძლება Enough to fix the cap. კინაღამ გული შეტევა Barely მქონდაო. enough to buy a new one. იმდენი ფული იყო, რომ შემეძლო თავიდან გამეკეთებინა ეგ ტაქსიო და ვაფშე თავიდან მეყიდა კიდეცო. The money was good, sure. სემა რა თქვა, რაც თქვა, ანუ სამუშაოზე საინტერესო იყო, მაგრამ Better to be არ poor მინდოდა and რომ alive კრიმინალებთან than rich and ყოფილიყავიო. dead. მირჩევნია რომ ღარიბი ცხოვრება მქონდეს, ვიდრე მდიდარი და მკვდარი. Back then, I was out. ამიტომაც მაგ პერიოდში სამუშაოდან გამოსული ვიყავი და დაბრუნებას არ ვსაპირებდი. და ესე ჩვენი ჩეპტერი მორჩა. მე მგონი უმჯობესი იქნება რომ გავაკეთო ესე რა, თითო ჩეპტერი რო გადავიღო. ამიტომაც ალბათ დღეისათვის ამას დავასრულებ After და that night with Salieri's guys, I was back working as soon as I could. ნუ იმ ბიჭების მერე უკვე დაბრუნდი სამსახურში და You get a lot of time with ისევ your thoughts გავაგრძელე when you're a მუშაობა. cabbie. როცა ტაქსისტი Other ხარ, people's thoughts too. ძალიან ბევრი ფიქრები გაქვს შენ თავში და ასევე სხვა ხალხის ფიქრებიც. You there, driver? Yes, ma'am. Are you driving or loitering? Driving, ma'am. Always driving. კარგი, ნუ პრინციპში ხა ამას აქ დავასრულებ, იმედია რა ვიდეო მოგეწონათ, იმედია რომ თამაშიც მოგეწონათ, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, ჯერ ეს არის დასაწყისი. თანდათანობით მე თუ გააგრძელებთ ვიდეოების ყურებას, მე უფრო მოგეწონებათ თამაში და ისიც თუ როგორ ცელდება და ასევე ვითარდება ეს თამაში ზოგადად. იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო არის და დამეჯერეთ კიდე ტონი ძალიან მოგეწონებათ. ნუ მე ყოველ შემთხვევაში დაახლოებით 2 ჩაპტერის და 3 ჩაპტერის მერე მაგად მომეწონა და გონია რომ ეგრე იქნება თქვენ შემთხვევაშიც. ხო და ეგ არის და ეგ. ეხლა წავედი, წარმატებები ყველას და დროებით.